გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. როგორ ახარ რუსიკო? კარგად, შენ როგორ ახარ ნანიკო? მოდი, მივესალმოთ ჩვენი YouTube community-ის, რომელიც არ ყავს. მომიჯექი. არა, იტყუება, ჩვენ აშკარად ყავს და ძალიან მომწონს სხვათა შორის სულ კაი კომენტარები იყო წინა გადაცემაზე. იმდენ შენ რა გითხარი ნანიკო? დედას გეფცები, არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ ყოფილა. მოკლედ, ვიდრე დავიწყეთ რამე კონკრეტულზე ლაპარაკს, პირველი რაც უნდა გქნათ, ალბათ იცით. მოიწონოთ ჩვენი არხი რა ვარია. მე ჩამოვუყვეთ იქ უკვე 11 ვიდეოა. გადახედოთ, გადაავლოთ თვალი, ყური, გული, თუ მოგეწონება. ყური გულიანი. დაალაიქოთ, აქ თქვენ. ყური გულიანი. ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება გაფართოვებაში, რაც ძალიან გვჭირდება. რაც ძალიან გვჭირდება, ხო? არა? კი, ახლა შემოვტრიალდეთ რა. რა ხდება შენს თავს საერთოდ როგორ გასაკეთებდი ახლა ზურგით რომ ეჯექი. ძალიან წესიათ ვიქცეოდი. ხო და რა შვები როგორ ახარ? სხვა შორის ძალიან დრო აღარ მაქვს არაფრის. ერთი კვირა არ მინახია თურმე ქალბატონი რუსუდანი და მეგონა რომ გუშინ ნახე. აი მართლა ისე გადის დღე და ღამე და კვირები რომ საერთოდ ვერ ხვდები რა ხდება ჩემს თავს. შენ? მე ხვდები რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ ზუსტად ცოტა დავიღალე, მაგრამ არ წუწუნებ რა. არც მე არ წუწუნებ. მე სხვათა შორის პანდემიის დროს ვთქვი რომ არასდროს აღარ დავიწუწუნებ, რომ დავიღალეთ ხო. ისე დავიტანჯე პანდემიაში. მე ზოგადად არ მჩვევია წუწუნი თქვენ? არაო. არა, კიო. ხო და სპონსორებზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ სპონსორები გვყავს. გაიგეთ. დაიწყეთ უდიდე. ჩვენი სპონსორია, ჩვენი გენერალური სპონსორია Flowers G Events, რომელიც აწყობს 1000 კაციან ივენთებს და ეს ძალიან იშვიათობაა საქართველოში. გინდა დაიჯერეთ, გინდა არ დაიჯერეთ. რა შეეხება ჩვენს სალონის ყავს. კარგი, თქვი აბა, რა ქვია სალონს? Uptown სალონი. სად არის სალონი? საირმეზე არის ეს სალონი, სადაც ნანიკო იყო მისული, მე ფრჩხილები გავიკეთე, ნანიკომ ფრჩხილები გაიკეთა. ორივე გავიკეთე სხვა შორის ერთი. ხო და ძლივს გაიკეთა ფრჩხილები და არის ძალიან კმაყოფილი. ხო და შენ ამბობდი კიდე რაღაცა სპონსორზე. ჩვენი სპონსორი Global Sale, ეს გახლავთ ქართული როუმინგული კომპანია, ახლა ზაფხულია, ყველა გეგმავთ სადმე გასვლას. საზღვარგარეთ და მე გთავაზობთ რომ გახდეთ სწორედ Global Sale-ის აბონენტები, იმიტომ რომ თქვენ გენიჭებათ ქართული ნომერი და რაც ყველაზე მთავარია, საზღვარგარეთ, სადაც არ უნდა იყოთ, შემომავალი ზარი უფასოა. ნახეთ, შემომავალი ზარი უფასოა. ასე რომ Global Sale-ს მადლობა. Global Sale-ს კარგი ინტერნეტი. მე და შენ წავალთ ბერლინში Global Sale-ის ინტერნეტით. და Global Sale-ით შემოგვიერთდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და გელოდებით კიდე სპონსორები, მოდით, გაგვახარეთ, ჩვენს გაგახარებთ და საერთოდ ყველას გავახარებთ. ერთმანეთი გავახაროთ, ხო და რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, ძალიან კარგი გოგო მოვიყვანეთ სტუმრად. ძალიან სხვათა ხო, ნიჭიერი, მამაზი, კარგი, სწორი. შრომის მოყვარე. ძალიან შრომის მოყვარე და თან აი გაჩენის დღიდან რომ ძალიან პოპულარული სტარი არის და თან სულ ეს თამას და უჭირავს რა. ხო და ეხლა გავაჩინოთ ანდრო როგორც ვაჩენ ხოლმე. 1 2 და 3. თვით ნინი ბადურაშვილია ჩვენი სტუმარი. არც მეტი და არც ნაკლები. ხო, როგორც ნანიკო იტყვის ხოლმე. ხო და როგორ ახარ ჯერ მოდი მაგით დავით. ძალიან. კარგად ხარ? კი, აბა. რა ვიცი ეს რატო კითხე. ანუ ყველა აი ისეთი დროა რომ ყველა ანუ ისეთი დროა რომ კარგად აღარ ვართ, მაგრამ არავინ კარგად. ხო და აი ბარემ დაგისვა ესეთ შეკითხვას. აი ლაივზე ლაპარაკობდით ეხლა და თურმე მე ჩვენ პროდიუსერმა გითხარა უკვე ვიღებთ ყველაფერსა და აი როდის დაიწყო საქართველოში კონკრეტულად თბილისში რომ აი ტეხავს პლუსზე სიმღერა ეხლა პლუსზე ალბათ გიმღერია ხო ამ კონცერტებზე ხა მაგას ვერ არც დავმალავდა ბევრჯერ და შესაძლებელია რომ ხანდახან უბრალოდ ხმარ ეს ხო რაღაც ინსტრუმენტია და ამას ვერაფერს ვერ უსავ შეიძლება უცბად არ გქონდეს ხმა და მოგიწიოს მაგრამ სულ პლუსზე რა თქმა უნდა უღრი ხო ამ შენ ინსტრუმენტს ისე როგორც საჭიროა თუ არის რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გამოსვლა და ვიცი რომ რაღაც ფილარმონია ისეთი სცენაა რომ იქ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან დამიპატარავდა ფილარმონია იმიტომ რომ ყოველ დღე ვიღაცის კონცერტია ახო ეგ არის მე არ ვაკეთებ არავის მაგრამ ჩემთვის ფილარმონია დაპატარავდა თავისი მნიშვნელობით მაბატია გარკვეულწილად გეთანხმებ უბრალოდ მაინც ჩემთვის ფილარმონია დიდებული სცენაა და იმ როდესაც გაქვს ფილარმონიაში კონცერტი რაღაც სერიოზულად უნდა მოემზადო და არა მარტო ყოველთვის როდესაც გადიხარ მსმენელის წინაშე ანუ ეს ის პროფესია ალბათ მსახიობობაც იგივეა რომ როდესაც გადიხარ ამხელა აუდიტორიის წინაშე ყოველთვის უნდა დაამტკიცო რომ მაგარი ხარ იმიტომ რომ ყოველთვის მე ერთი აი თეადარჩია მეუნება და სხვათა შორის რომ
შეიძლება 100 ჯერ ვიცეკვო და ძალიან მაგარი იყოს და ერთხელ ვერ ვიცეკვო და ის დაამახსოვრდა. ის დაამახსოვრდა. რატო არა ესე არ ვიცი. ეგრე არა, ცუდი გამახსოვრდება. ცუცელ, აი სადღაც ქვეცნობიერში სადღაც ცუც უფრო იჭერე რა. ხო, მაგრამ ის კი არის ასე მოწყობილი. რაც არ უნდა კარგი გელაპარაკონ, ერთი ცუდი და მორჩა, ანუ დანგრეული ხარ მორალურად და იმ ერთ ცუდზე ფიქრობ, მაგრამ შესაძლებელია და შენ მე თვითონაც ძალიან კრიტიკული ვარ ამ ბოლო დროს საკუთარი თავის. ამ ბოლო დროს მარტო? მე მგონი რომ მთელი ცხოვრება კრიტიკული ხარ შენი თავის მიერ. არა, კი, მაგრამ ეხა ბოლო დრო აი ძალიან, აი ისეთი იმითი გამადიდებელი შუშით. ასაკი ალბათ და პასუხისმგებლობა. 39-ის. ტიტულა. ჩემზე ერთი წლით დიდია, just. ხო. 39 წლის ხარ უკვე? მე რა ხარ გამოიწვია. რამდენი წლის იყავ მამა შენის ფილმის გადაღებაზე? შენ რო მე და შენ რო თამაშობთ ერთად. იმიტომ რომ ძალიან პატარა იყავი. მაგ ფილმში რამდენი წლის ვარ? ხან 6-ის ვარ, ხან 8-ის ვარ, ხან 10-ის ვარ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იღებდა. არა, აი სუფრასთან რო ვხედავთ ოჯახი და რომ ღერი. პეტერენინი რო გამოდი. ნუ ალბათ სუ პატარა რო ვარ, მან ალბათ 10. 10-11, ხო. შენ იყავი ძალიან პატარა მაშინ. შენ რამდენის იყავი? მე თეატრალურში თეატრს სწავლობდი, ხო. უკვე აკადემია დამთავრებული მქონდა, ანუ 24-ის ზემოთ ვიყავი. არც ისე პატარა ვიყავი. მოიცა შეიძლება მეშლება მე და უფრო მეტის კიდევ ვიყავი ერთი მან. ისტორია. არა, მეტის ვიქნებოდი, აქ ისე მეტი. კიდევ ერთი ქართული ისტორია, კი. კიდევ ერთი ქართული ვიცი. მე საიდან მახსოვს ხარ, აი ჩემს ზემაში რა ქვია, მეხსიერებაში მახსოვს, ტელევიზორში უყურებდი რაღაცას, არ მახსოვს და ვიღაც გოგო გამოვიდა წითელი კაბა ეცვა. და ვიტნი ჰიუსტონის სიმღერას ვღეროდა და მეთქი ბასტიბუბუ. მეთქი ნეტა ვინ არის და მაშინ რაღაც საოცარი ბასტიბუბუ იყო. აუ, ძალიან მაგარია. ეხლა ფანტასტიკურები არიან, ძალიან მიყვარხარ და მოკითხოთ თქვენ, მაგრამ თქვენი თაობა ბასტიბუბუს ეტყობა მე რო გავიზარდე და მე ამ ბასტიბუბუს სიმებზე დავდიოდი, რა ქვია, კონცერტებზე. ხო და თქვენ ხო სტარები იყავით ყველა. ანუ მე ვღეროდი ყველგან, იმიტომ რომ სიმღერა არ მეზარებოდა არასდროს, აბა მიდი იმღერე და ყველგან ბედნიერად. სადაც არ მომღერებდნენ, იქაც ვღეროდი. კაია რა. ხო, იმიტომ რომ ხშირად როცა მონაცემი აქვს, ბავშვებს ხო არ უფრთხილდებიან, რა მიმღერე, რა ადიქი მუდმივია ხო ეს ცხოვრება. ესე იგი მე არ მახსოვს, მაგრამ პირველი ჩემი სცენაზე გამოსვლა ისე დიდი აუდიტორიის წინაშე, აი რაღაც ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ბოლომდე არა. სხვა შეს ძალიან ადრეული ასაკიდან მაქვს მახსოვრობა, ძალიან უცნაურია, მაგრამ აი 3-4 წლიდან შეიძლება რაღაც მეხსიერება, ხო? თუ არა, აი ვიზუალურიც კი, აი რაღაცები მახსოვს. და ესე მეუბნებიან, რომ გონი თამრიკოს კონცერტი იყო ჭოხონელიძის და ნუ თამრიკო ჩემი ნათლია და მე მithქვამს, როდესაც დამინახავს ეს ხალხი, რომ მე რატო არ მღერი თქო. აი ესე პირდაპირ მithქვამს და ორი ამბიცია ხო, ეს რაღაცა დამდგე სცენაზე, მე მგონი 3 თუ 4-ის ვიყავი და რაღაცა ვიმღერე და ისიც მახსოვს, რომ აი ეგ მომენტი მახსოვს, რომ ტექსტი დამავიწყდა და გაიცინა დარბაზმა და ძალიან შემრცხვა მახსოვს და ხო და გავიჩერდი, მაგრამ ნუ ხო, აი ეს იყო მე მგონი პირველი ესეთი ჩემი სასცენო დებიუტი. და გინდოდა ზოგადად, ნუ ცხადია რომ სიმღერა არ გეზარებოდა, მაგრამ გეგმავდი შენს, ხედავდი შენს თავს მიკროფონით უკვე დიდ სცენაზე. ანუ ამის გარეშე, ანუ სხვა პროფესიას არასდროს არ განვიხილავდი, მაგრამ თეატრალურში ჩააბარე სამსახიობოზე. სამსახიობოზე ცოტა უცნაურად მოვხდი მან და რო გითხრა რომ გიждდებოდი და გინდა თუ არა სამსახიობო შეიძლება პროტესტიც კი მქონდა, იმიტომ რომ ხო არის აი დაკავებული, როდესაც არის მშობელი, დედა მაგალითად ამ შემთხვევაში. მაგალითად ელენეს ჩემსას კაი ხმა აქვს, მაგრამ არ უნდა სიმღერაც იდეოს პროტესტი აქვს. და აი რაღაც მგონია რომ მეც ეგ მქონდა ეკას მივა. მიუხედავად იმისა, რომ მატარებდა თეატრში, რეპეტიციაზე ვიყავი თეატრში, არასდროს არ მდომებია, რომ ყოფილიყავი მსახიობი. და რატომ მოიტანე მე საერთოდ? ბოლოს ანუ აი ესე ვიყავი, რასაც ჩავაბარო რაღაცა ალბათ ჯობდა რომ ვოკალურზე ჩამეპარებინა. მე ესე მგონია. ხო და რატომ მოგინდა უცებ, რატო ჩააბარე? ნუ აი რა ვიცი, ვოკალური უფრო პროფესიულად, უფრო ჩემთვის უფრო გამოსადეგი იქნებოდა. ან ჯაზზე ჩამეპარებინა, ან ვოკალზე. ნუ ძალიან უნდათ რომ უბრალოდ ძალიან უნდათ ჩემებს რომ საოპერო განხრით წავსულიყავი და სხვა შეს მქონდა ძალიან ესეთი მონაცემი და დღემდე ჩემი პედაგოგი მონაცემი ჩემი აზრით არა მეუბნება რომ მაგრამ ეხა უკვე გვიანია მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მქონდა ამის მონაცემი რომ საოპერო მაგრამ არ მინდოდა რაღაც ნუ არ გინდოდა და ახლა არ მინდოდა ხო და რატო ჩააბარე სამსახიობოზე აი ბებია ჩემი აი ნუ ვარსკვლავი ნამდვილი ვარსკვლავი იყო ბებია მე მინდოდა ჟურნალისტი არა ჰა ვარსკვლავი იყო ბებია შენი, რომელსაც მართლა ხელის გულზე დაატარებდა. ლალის რჩევა არ ყოფილა, მეორე ბების რჩევა. მეორე ბების რჩევა. მეორე ხო და იცი რა მგონია, რომ მეორე ბების აუხთენელი ოცნება არის სამსახიობო ფლორასი. იმიტომ რომ ძალიან უნდოდა რომ მსახიობი ყოფილიყო და სულ აბრალებს იმედას რომ შენ დამღუპე და შენ კარიერა მომისპე, იმიტომ რომ იმედას არ უნდოდა რომ სამსახიობოზე ჩაებარებინა.
და ნუ მითხრა რომ მომღერალი ხარ და აი სამსახიობო გამოგადგება პროფესიულად და აი არ ვიცი რო გითხრა რომ აი გიждდებოდი რომ გინდა თუ არა კინოში უნდა გადამიღონ გინდა თუ არა და ერეკლეც რომ მეუნებოდა რომ უნდა გადაგიღო ფილმში მეუნებოდი რომ მოდი რა სხვა გადაიღე იმიტომ რომ მე რაღაცა ხო ნუ არ ვიცი ეს უცნაურია მაგრამ არასდროს არ მიოცნებია მე იყო პირველ კურსზე ვიყავი სტუდენტი ვიყავი როდესაც რობერტ სტურუამ დამირეკა და ანუ ეს ეხა მაშინაც და ყოველთვის ძალიან დიდი ამბავია ხო როდესაც სტუდენტი ხარ და ამხელა რეჟისორი გიბარებს მაგრამ იმდენად შემეშინდა რო ვერ გავრისკე ხო დამირეკა და არ მივედი არა მე მივედი და მე შემეშინდა და ვეღარ და მე უკვე რომ გავაცნობიერე რომ რაღაც ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებდი მე უკვე რაღაც სხვა სპექტაკლი დაიწყო და მე იმ სპექტაკლზე მართლა მივედი და დავიწყეს რეპეტიციები და იმდენად მომეწონა გამახსენე რა სპექტაკლი იყო ჯარისკაცი არა არ მახსოვს რაღაცა კომედიას დგავდა ხო და აი ამ რაღაც რეპეტიციებში ჩავერთე და ზაზა პაპუაშვილი იყო მთავარ როლს ძალიან ისეთი მსახიობები იყო ყველა და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეს პროცესი ეს მაგიდაზე გაშლილი და ხო იცი როგორც ხდება ეს. ხო, ეგ. და რატომღაც სამწუხაროდ მე აღარ დაიდგა ეს სპექტაკლი. მაგრამ შენ ისეთ გარემოებაში გაიზარდე, რომ ეს ყველაფერი შენთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. რა ვიცი, мама რეჟისორი, ბაბუა მსახიობი, ცნობილი დედა მსახიობი. აი, ყველა მხრიდან რეალიზებული შემდგარი ისეთი ხალხი გიმაგრებდა ზურგს ბავშვობიდან. ალბათ არც გენდომებოდა არა კონკრეტულად არც იმიტომ რომ ყველაფერი სახში ქონდა. ხო, აი ეგ არის რა, რომ ბავშვობიდან რომ უყურებ ამ გარემოს, ამ ხალხს, აი ადამიანები რომლებიც ვიღაც ანუ ესე უცხო ხალხისთვის მართლა ლეგენდები არის და ეს ხალხი ყველა ჩემს სახლში დადიოდა და ჩემთან ან მე მივდიოდი სტუმრად ეს თითქოს ბუნებრივი მოვლენა მეგონა მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ხვდები რომ მართლა ეს ხალხი რომელიც ნახევარზე მეტი სამწუხაროდ დღეს ცოცხალი არ არის ეს ხალხი ყველა ძალიან კარგად მახსოვს ხო, მაგრამ ნუ აი არ ვიცი რა, მე მგონია რომ როდესაც ხარ მსახიობი და ნებისმიერ პროფესიაში თუ რაღაცა გინდა რომ ეს ბოლომდე ძალიან უნდა იყო ჩართული ამას. ხო, ეს ყველა პროფესიაში კი, მაგრამ ნუ ხო, მსახიობი თუ მომღერალი ყველაფერი. ხო, იგივე არის სიმღერაში, თუ ეხა ძალით გამღერებენ, არ გამოდის რა, ანუ შენ თუმცა არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა საინტერესო როლი რო იყოს და კარგ რეჟისორთან შეიძლება მართლა რაღაცა გამეხსნას და მომინდეს ყოველ შემთხვევაში. აი მიუზიკლში სიამოვნებით. ხო, მიუზიკლები რატომ ხო, მიუზიკლში ძალიან საინტერესოა. აი მიუზიკლში აი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილე. ძალიკო, ავიღარის მიდიბადურება ესე იგი. მინდა მიუზიკლში თამაში. მიუზიკლი ძალიან მინდა კი. ამ ვიდით, გიждები ამ შენ გახსოვს. ამ ვიდით, არა ეგ არ გამახსოვს. ეს არის ტოპ, ოღონდ მართლა. ინერვი არ შეიძლება ამაზე. როგორ არა, მე პირიქით იმის თქვა მინდა რომ აბსოლუტურად შენ მხარეზე ვიყავი მაგამ ბავშვი და არც ერთი წამი. ინერვიულე, აი ამ რაღაც აგრესიის ძალიან დიდ ტალღაზე რომელმაც გადაგიარა, აი ამის გამო რომ ამ ვიდით რამეს ბედავო. ეგ იყო ხო? ხო, იმან შეურაცხყოფა მიაყენა და შენ რო შეურაცხყოფა მიაყენა, მაგის უფლება არ გაქვს რა. რატო? ამაზე გადატყდა ყველაფერი და არა სხვა ვინმეზე. ნერვიულობ, აი ბულინგზე. იცი რა არის? ლანძღვაზე. ამ ბოლო დროს აღარ. ამ ისეთები გადავიტანეთ ჩვენს იმდენი რაღაცა გადავიტანე რომ უბრალოდ აი ესე შეიძლება შემხვდეს ჩემზე რაღაცა არ ვიცი მორიგი რაღაც საშინელი კომენტარი მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას თუმცა არის ხოლმე პერიოდები როდესაც სხვა ხალხი აი ნახე როგორ ხდება ხოლმე როდესაც რაღაცა აი შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულად ვიღაცა იმაზე და ხო თან გონია რომ დავალებაა გონია 100%-ს გეუბნები რომ დღეს მოდი დღეს აი ნინიმეს გააკეთა და მოდი დავай მიესიეთ ნინიმეს ხო და მოდი ეხა დავალება გვაქვს რომ დღეს გავანადგუროთ ბადურაშვილი 1-3 დღე გავასწოროთ მიწასთან რეპუტაცია მოუსპოთ და უტიროთ ხო და ნუ ეხა რო გითხრა რომ არ მოქმე მე მივდივარ და არ ვიცი ვლოცულობ გაწმენდით რაღაც მედიტაციებს ვაკეთებ არა მართლა მოქმედებს ეხა ამდენი ადამიანი რო წევლის რაღაც აურა გერყევა შეერყა აურა გერყევა გეთანხმები რომ გერყევა აურა ხო გერყევა ან ხალხო რასაც გაუძალით ეხა ბოლო 1 წელია ჩვენ სამმა მოდით თქვათ რომ თალკე ზეგნი უნდა მართლა განსაკუთრებულად გაუძალით აპლოდისმენტები აი მართლა ყველას ჩვენ ანუ მართლა ჩვენ მაგრამ ვიცი რას ხვდები მე ბევრად ძლიერი გამოვედი აი ამ турბულენტობიდან თუ ამ ხორცის მანქანიდან მე ესე დავარქვი რაღაც ეტაპზე მგონია ხოლმე რომ აი ხორცის მანქანაში ვარ ჩატენილი და ატრიალებენ შენ ხო მეც ეგეთ შეგრძნება მაქვს რომ აი რაღაცა მე ვარ აი საჯიჯგნი ხორცი ნუ მიგიგდებენ მაგრამ ხო ნუ აი ეგ მარაზმია რა
აი ეს უნდა გაბურთავდა მე შენ გამოდიხარ დაწყევლილი ნაგინები იმღერო მე შენ ყეული და მე კიდე წადი და იმღერე საერთოდ სპექტაკლი ითამაშე ხო და ძალიან რაღაც ბედნიერი სახით უნდა იმღერო მაგრამ ხოდიშერს მე ვატყობ ხოლმე ჩემ თავს რომ რაღაცა მაინც გეტყობა რა გინდა არ გინდა ეს რაღაცა ნეგატივი გეტყობა მაგრამ ნუ შენ თვითონ უნდა გათავისუფლე ამისგან და რაც შეხება მაგ კონკრეტულ ამ ვიდით ამბავს მიყვარს ეს ჩემი ფავორიტი ამბავია ძალიან ესეთ კომენტარი იყო რომელიც აი ეგეთი რაღაც ანუ მოკეთ ვიყავი მცხეთაში სახლში ამბავს ყვები ეხლა მოყვები როგორ მოხდა აი დღეს ექსკლუზიურად გავიგებ მე არ ვიცი შენ იცი ეგ ამბავი არსად არ მომიყოლია და მაგიდო მცხეთაში ვარ ვიძინებ და ვიყავი კაცები რო არის გადაცემა მანდ და უცბად ამ კაცების ეს ანონსი დაიდო, სადაც მონაწილეობ მე და ნუ რაღაცა კომენტარები და ერთ-ერთი გოგონა არაფერს არ ვერჩი იმ გოგოს ის გერჩოდა წერს არც ისეც საშინელებას აი გულწრფელად ახლა რაღაც საშინელება უარესები დაუწერიათ ხალხო ისეთები დაუწერიათ რომ ვერც გავიმეორებ მაგრამ ამ გოგოს რატო ვეცი არ ვიცი ეთყობა მთელი რაღაცა ბოღმა რაც კი რამე ოდესმე ვინმეს რამე დაუწერია აი ამ კონკრეტულ ადამიანზე გადატყდა რომელიც რეალურად დიდი არაფერი ცუდი არ დაუწერია მაგრამ უბრალოდ დაწერა რომ აუო მოკლედ რა ერთადერთ რაღაცაო გადაცემას უყურებდიო ამ კაცებსო და აკაც ბადურაშვილი და აი რაღაცა გულის რევის მაილები და აი მოწყენილი თუ მოჯღანული და მწვანე სახელი ხო ნუ აი რაღაცა მე მომაფიქრდა ეს ძალიან ცუდი კომენტარი. შეხვედი ნახე? მოდი სიმართლე ვთქვათ, ხო, სიმართლე გამხელ. ხო, მაგრამ არაფერს არ ვერჩი, უარესი ვყოფილი ვარ ხალხო და ცხადი არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ამაზე რო არ ერჩი. ხო. და ნუ აი ეს რაღაცა ცუდი კომენტარი მომაფიქრდა, რომ დავწერე, სანამ პოსტს დავაჭერდი, ვფიქრობდი, ეხა დავპოსტო და მე თვითონ გამეცინა. მაგრამ საქმე რაშია, იცი რომ მე ჩემ თავსაც ძალიან ხშირად დავცინე რა, ანუ არ მაქვს ეგ პრობლემა და ვიღაცაც რომ რაღაცას მეღადავება არ თვით ირონია გაქვს. თვით ირონია მაგ და შეიძლება მართლა ჩემ თავზე იმდენი ვიცინო და მიცინია კიდეც ბევრჯერ და ამიტომ ვიფიქრე რომ ამ გოგოსაც დიდად არ უნდა ეწყინოს ეს მიხდი. აი ეს რაღაც ცუდი იუმორი თუ შავი თუ რას გინდა ის და გუდრონი გადაგასხეს ეს იგი ერთი 100 ხალხო აი დუღარე არა თან იცი რა მე რა მაქვს ხო რაღაც ძალიან ისეთი ინტუიცია შინაგანი ხმა მაქვს რომ არ გააკეთო რაღაცა მეუბნება არ გააკეთე და საპირისპიროს ვაკეთებ მაინც და მე ვიცი რომ ხვირი უნდა მოვიყრეო თხის რქავა მოგეში აწვებას ვარ მორიელით რა ხარ რა არის ანუ მორიელი ზეგი და არ მისდის თუ მორიელი მყავს მარსი მყავს მაგაშია საქმე აკეთებ ყველაფერს მარსი მყავს მორიელში მაგრამ თხის რქავა რა თან მარსი მორიელში ანუ აბობოქრებული საშინა მარსი რომელი შოკოლადი აქ იქნებოდა თქვენი რეკლამა ეხლა ეგ უნდა გეთქვა მოგეთ ბევრი ვიფიქრე რომ დავწერო პოსტ და დაპოსტე ჯანდობა და დავაჭირე და გადაგწეს ანათემა ანუ არ ჩერდებოდა რა მიქნეს ხო ალბათ მე გრუპებში აგდეს რომ აი ხა დავესიოთ ეხა ეს რა გააკეთა და მოკლედ ნუ 1-4 დღე აი ესე ხო მაბურთავეს იქიდან და ნუ ბოლოს ის გოგოც თვითონ შოქში ჩავარდა ხალხო გაანებეთ ამას აქით დამიცვა იმ გოგომ რომ არ ელოდა თან Facebook-ი წაშალა რაღაც ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო თვითონ მიყავა ამ მდგომარეობამდე მეგობრო ჩვენც ადამიანები ხო და საერთოდ არ ვეთანხმები მე იმ მოსაზრებას რადგან ესეთი ცნობილი სახე ხარ ან რაღაცა ნუ თავ შეიკავა აი რაღაც მართლა დამწყევრი და უბედურებას რომ ეტყვის არ მაინტერესებს თუ მომინდება რომ რაღაც დავწერო დავუწერ და ის თუ მე შეურაცხყოფას მაყენებს მე რატო უნდა მოგაყენო შეურაცხყოფა ხო ჩვენი ძალდებულება გასაგებია და ნუ ხო მაგრამ ნუ აი ხო გაქვს ახლა შენც ადამიანი ხარ არ ხარ რაღაცა რობოტი ჩვენც ადამიანები ვარ ეონდენ გადაცემის თემა არის ჩვენც ადამიანები ვარ დაეწეროს ჩვენც ადამიანები ვარ ადამიანო შენი შვილი როგორ რეაგირებს დედამისს რო გუდრონს ასხავენ დამისული ამ სიგზე მოდი იქიდან დავიწყო გიждები ან შეიძლება იცის და არ იმჩნევს მე მგონი მაგრა კიდია აი შენს ასიდია და მაგით დღეს ვამბობდი რომ მაგრა კიდია ყველაფერი კი აი დიდად მე მგონი არც ნახულობს იცი ამ ყველაფერს ხო რაღაც არის Facebook-ი არა აქვს ხო ეგ ძალიან სწორია ეს რატო შენ არ მინდა რომ აი სწორია ნახე რა მაგარია Facebook-ი არა აქვს Instagram-ი აქვს მაგრამ აი ძალიან იშვიათად ხმარობს და არის TikTok-ი და ნუ TikTok-ზე თუ რამე მე TikTok-ზე თავის ალგორითმი აქვს და სულ რაღაც სხვა მეიქაპებს და რაღაცებს უყურებს და ამიტომ ჩემზე მეგონი არაფერი და ნუ ხანდახან ალბათ უნერვიულია რაღაც აი ჩემთან შემოსულა და ვთქვათ
ჩემ ანასტასიაშვილი და ერთხელ აღშფოთებული მოვიდნენ რომ აი მან იცი რა თქვა შენზე მოხარი არ ინერვიულო დავაწყნა ერთადერთი შემთხვევა იყო ეგ რომ ლადომ ძალიან ინერვიულა ანასტასიას ლადომ ჩემი სიყვარული ხო ძალიან ინერვიულა რომ ესო რას ამბობსო შენზეო და ეკაზეო და მე ვთქარი კაი ლადო ეხა არა უშავს ატარა რაღაცა იმის მერე მსგავსი ისეთ ელენეს დიდად არც ელენე ხო რაღაცა ისე არის რა არა ისეთი ბავშვია ხო ძალიან საყვარელია იუმორი აქვს რაღაცა ოცარი ხო და ისეთია სუბუქი და თავდაჯერებული ძალიან თავის ასაკთან უფრო ისა და შენ როგორი დედა ხარ კაცრი ხარ არა საერთოდ არ ხარ კაცი მე მგონია რომ რაღაცნაირად ისეთი ხარ მაინც აი როგორ თქვა ეს სიტყვას აი რაღაცნაირად დისციპლინა დაერო რა ხო დავაერო რე Facebook-ი რახან არ აქვს ესე იგი რაღაცა კონკრეტული წესები და ურთიერთობის CV-ც აი ცოტა ცუდად გამოდის მაგრამ რაღაცნაირი უფრო შეიძლება CV იმიტომ რომ შეკავებული მადლობა უფალო მივიდა გუშინ სპექტაკლის დროს ტექსტი დამავიწყდა დღეს საერთოდ რო ვლაპარაკობ მადლობა ასკეტური იმიტომ რომ შენ გონია რომ მე ეგეთი ვარ ანუ თხის ხარო ვარ თუ რა ვიცი არა მე გიცნობ კარგად და ზუსტად ვიცი როგორ იცხარ მაგრამ დედა ხარ თუ მეგობარი ახლა ეს უფრო მარტივი კითხვა არის მაგრამ ზღვარი ყოველთვის ანუ დედობა მაინც არის აი რაღაცა ბილდ სიტყვაობა არ აი მაგალითად თუ დავინახე რომ ელენე არ ვიცი რაღაცა უცხო ადამიანი შემოვიდა არადგა ფეხზე არ მიესალმა აი ეს რაღაცებს ყოველთვის უსწორებ არ მინდა იმიტომ რომ მეც რაღაც ეგრე გამზარდეს და ესე მგონია რომ სწორია და მაგრამ უფრო მეტი თავისუფლება აქვს ვიდრე მე ხონდა იმიტომ რომ მე ჩვენ მაინც ცოტა სხვა თაობა ვართ რა აუ რა ვიცი მე დედა ჩემმა იმიტომ რომ თემა მართლა ესე მე მართლა დამბული ვიყავი იცი რა დაბმული არ ვიყავი არა ნახე რა განსხვავება მე მაგალითად დეჩემ არ გამზარდა ისე რა ჩაკეტილა და მოჭერილად მაგრამ შენ თვითონ იჭექ ჩაკეტილი და მოჭერილი არა იმდენად რაღაცა კედელი იყო ჩვენ შორის ავსაუბრობდით რაღაცეებზე რაზეც ეხლა შენ საუბრობ შენ შვილთან ეგ ყველა შობლის პრობლემა არის ჩვენი თაობის ეგ ყველა ანუ აი ნატალი კოსვეუნებოდი რომ ბებია ჩემისთვის მაგალითად უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ წინდები ფეხზე მწმოდა რომ საშვილოსო და საკვარცხე არ გამციებოდა ვიდრე ვთქვათ შეყვარებული ვიყავი და ვთქვათ დამაგო ეგ უფრო მნიშვნელოვანი იყო და ეხლა შენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი შვილის მიმართ ის რომ ბედნიერი იყოს თუ ის რომ ფეხი გაეყინოს ის რომ ბედნიერი იყოს ფეხი არ გაეყინება კაცო ფეხშალა გაიზარდა ორივე მაგაშია საქმე მეც მანდ ვარ რომ ბევრი კონტაქტია საჭირო შვილებთან რაც ჩვენ არ ქონდა სხვა შორის ეკამ ეხლა ეკა ძალიან პატარა იყო ჯერ ისეთი რომ გამაჩინა 20-ის თუ 21-ის და ამიტომ თვითონაც სწავლობდა ალბათ და ჩვენ ისეთი თაობა ვართ რომლებიც უფრო ბებიები რო გძვიდნენ და ბებიები კიდე სხვა რაღაცაზე იყვნენ რა შენ ძალიან ტრადიციული ოჯახის შვილი ხარ ორივე მხრიდან აი ძალიან ტრადიციული ისეთი ნუ აი ფლორა არის ლალი უფრო თავისუფალი ლალი თავისუფალი ლალი ერეკლე ეგენი აი უფრო ისეთი შემოქმედებითები და გახსნილები ხო და ფლორა უფრო ისეთია აი კი ძალიან ისეთი თავისუფალია თვითონაც და მაგრამ აი ეს რაღაც ტრადიციები და რაღაცა კი აი ეს ფლორას განმოდის ეს ყველაფერი და მე ნუ ჩვენს ფლორა უფრო ისეთია ფლორა და რამე ისეთი გაგიკეთებია ბავშვობაში რამე ისეთი გაგიკეთებია რომ აი დაგსაჯეს ძალიან არა აი ერეკლერას დამსჭიდა ერეკლე ყველაზე მობიერი ადამიანი იყო საერთოდ იცი შენ იმედაც ძალიან მობიერი იყო შვილიშვილების და შვილის მიმართ რა იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი აი გაგიკვირდება და ისეთი ვის ეჭირა ოჯახი ფლორას უჭირავს ტოსი გეუბნები ხო და ეხა კაი რა ცოტა გამანებეთ აი აღარ მინდა შენი წესრიგობა ანუ ცოტა რაღაცა უზრდელი გაგეზარდეთქო ხანდახან ვამბობ რატო არ გამზარდეთ ხო ცოტა ისეთი გაგეზარდეთქო არ მინდა შენი წესიერება არა ესე არ შეიძლება ანუ ხო იცი ყველაფერი რაღაცა ისე უნდა იყოს და სხვა შორის ეს მაინც უფრო ალბათ პლუსია ვიდრე მინუსი თუმცა დღეს ისეთი ცხოვრება არის რომ რაღაც გჭირდება რა ხო მაგრამ ეხლა რომ გაიზარდე შეიძლება ეხლა ხვდები რომ თქვათ ეს ყველაფერი ეს კულტურა ზრდილობა კარგია მაგრამ ალბათ იყო დრო რომ აპროტესტებდი და მოგწონდა რა ხდებოდა შენს ოჯახში კი და კი როგორ არა გაწიკწიკებული ყველაფერი მოწესრიგებული ერთად სადილი ალბათ გაგიჟებდა რაღაც რო არ გიშვებენ და იქ არ მე არსად არ მიშვებდნენ ხო აი მადლობა რომ ყველგან მიშვებდნენ ზამთრის შეკრებებზე არ მიშვებდნენ მაგრამ როგორც ბორს არ მიშვებდნენ და ნუ რა ვიცი ეს რომ ფლორას ის იყო რა არა და ბავშვი არ და რაღაც არ დაიმტრეს ისე და
13-ის ვიყავი, მე მგონი, რომ ჩუმად არ ვიცი, მე მგონი იმედას ფული გამოვართვი, იქ რაღაცა შევკარი და წავედი და ჩემით ჩავეწერე იმ შეკრებაზე რა მამაცი იყო. ხო, და უთხარი რომ მე მივდივარ თქო და ხმა არ მოიღოთ არც ერთმა მეთქი, იმიტომ რომ აღარ შემიძლია, თუმცა ყველა კლასი მოდიოდა კარგი იმითი, ხო იცი, რუჯით და რო გინდა და თან ისტორიებს რო ყვებიან და მე რატომღაც არ მიშვებდი. თეთრი და უბედური. მე თეთრი და მოწყენილი რა საოცარი კლასი ყავდა. ხო, ძალიან და მოკლედ 13 წლის ასაკში პირველად წავედი ამ სამთო შეკრებაზე. ასე ვთქვათ და მე აი მაგასაკიდან დამეწყო ცოტა ეს რაღაცა პროტესტი, ცოტა ისეთი წრე შეიძლება ხო იცი მაგ დროს მოგწონს ისეთ მეგობრების იჩენ, ვინც უფრო მეტად თავისუფალია, ვისაც უფრო მეტი რაღაცა თაყვანისმცემელი ყავს, მე რაღაცა უფრო აფართოებ ამ წრეს და რა თქმა უნდა როგორც ყველა თინეიჯერ ბავშვს მეც მქონდა ეს. რა შეცდომა გაქვს დაშვებული ისეთი, რასაც გამოჩნდა აი ის დღე რო დააბრუნა აუცილებლად შეცვლიდი. არაფერს, იმიტომ რომ ადამიანის შეცნობები სწავლობს. არა, მე შევცვლიდი. აჰა, ნახე რა ზუსტი კითხვა დავსვი. იცი რა, კი, შეცდომებით იზრდები და კი ბატონო, ანუ საჭიროა შეცდომა და ყოველთვის ვუშვებ და ყოველთვის დავუშვებ შეცდომას. აბა როგორ უნდა ვიცხოვრო ისე რომ შეცდომა არ დავუშვებ. არა, ვერ. ხო, ნუ უნდა ეცადო რომ ერთი და იგივე რაღაცაში არ გაეხვე რა, თუმცა მაგისგანაც არ ახარ დაზღვე. მე პირადად ერთ და იგივე შეცდომა ბევრჯერ კი, მეც. აი, ეგ ხასიათის ნაწილია. ხო, აი ტკივილის რო გამოსუხამორის და ღმერთო, ოღონდ ხა აქიდან გამომიყვანა და აღარ ვიზამ და სამ დღეში შეიძლება იგივე ტკივილში ვიყო შევარდნილი. ზუსტად, ხასიათია. აი, ჯარში მხოლოდ ქალიშვილები რო არის, ხო? გინდა არ გინდა, საქსაფონისტი უყვარდება. საერთოდ არ იცის რომ ის საქსაფონისტია, მაგრამ მაინც უყვარდება და მე არ მოსდება რომ საქსაფონისტი. რაც უნდა მოხდეს? გამორიცხულია. ეგ ამბავია? ხო, ანუ ეხლა კონკრეტულად რაღაცებს ვერ დავიწყებ გრძელ ისტორიებს, არა, რაც ისტორია არ გადამხენია და რაც არ მინდა რომ გამეორდეს და მაგრამ ნუ აი ვფიქრობ რა, გახსენდება რომ ესე რო არ მექნა ასე ხო, რა თქმა უნდა, კი, ყოფილა და ჩემი სიჯიუტის ბრალია რა. ამის მაგრეკი. მაგდია მართლა, რა ვქნა, რაც არის ეგ არის. ახო და ეხლა ვაპირებდი ახალ სიმღერაზე გადასვლას, ხო და სანამ ახალ სიმღერაზე გადავიდოდი. ძალიან მიყვარს შენი სიმღერები. იცი ეგ შენ. ხო და ეხლა გვაქვს ახალი სიმღერა ნინისი გამოვიდა სულ ახლა. ვიდან შეიყვარე? შეგიყვარე. ხო, შეგიყვარე. ყველა მიცეკვოთ. ეს სიმღერა ვინ დაგიწერა? ეს სიმღერა, ესე მაია კაჭკაჭიშვილმა. კაჭკაჭიშვილის სიმღერები მიყვარს. აი ესე მოწყენილი ვიწექი და ჩამიგდო რაღაცა სიმღერა. ხო, თვით ჩაგიგდო უკვე. ხო, ერთი წლის წინ. არა. წლის წინ კი არა, მეტი. ხო არ მოგეწონებოდა ეს სიმღერაო და მოვისმინე, აბსოლუტურად ცოტა სხვანაირად ქონდა დაკრული და სხვა რით. და ძალიან მომეწონა და კი თქო, ძალიან მომწონს თქო და გადავწყვიტე რომ ჩამეწერა, მაგრამ მე რაღაც ბევრი რაღაც მოხდა და ვეღარ შენი სიმღერაა რაღაც. ხო, რაღაც ჩემი სტილია. თუმცა აი ძალიან ბევრი მიწერს რომ ეს უკვე მოგბეზრდა, ეს უკვე ძველია, რაღაცა ახალი გვინდა. ისა გალას თავისი სტილი აქვს, ყველა მომღერალს თავისი სტილი აქვს. მასე ბილი აილიში ყველგან აი ხა რომ ვიტყვი დამახტება თავზე მთელი ერი, მიყვარს ბილი აილიში, გოდი. რა? ხო და ლინკს დაუთავთ ახლა სიმღერის, აქ კიდე ამ გამოხდება. ხო და მაგაში თანხმები რომ მე სიამოვნებით რაღაც კიდე ცოტა სხვა სტილსაც ბევრი სტილი გაქვს, რა მაყვირებს არ ვიცი, მაგრამ ბევრი სტილი გაქვს. მაგრამ თავარი რა არის, იცი ჩემთვის რომ ყოველთვის რაღაც ახალი უნდა შეთავაზო მსმენელს. რაღაცა მოეწონება, რაღაცა ნაწილს მოეწონება, რაღაცა იმას მოეწონება, რაღაც ამას მოეწონება. არა, იცი რა მაინტერესებს, რაღაც ალღო ინტუიცია ხო არსებობს რაღაცაზე, ზუსტად იცი რომ ეს ჰიტია. იცი, მაგრამ რაღაც ისეთებიც გահიტებულო, რომელიც მეგონა რომ საერთოდ აი რომელი იყო იქ სიმღერა ეგეთი, რომ არ გიგონა რომ გაჰიტებოდა, საერთოდ არც გიფიქრე და გაჰიტდა ეგრევე. იყო ესეთი სიმღერა, არ მეგონა რა, ანუ იცი რა არის ერთ-ერთმა ძალიან კარგმა კომპოზიტორმა მითხრა რომ ჩაწერეო ეს ჩემი სიმღერაო, რომელიც რაღაც ისე ცოტა ისეთი იყო დრამატული და იცი რომელი სიმღერა იყო? რატო? და ნუ ჩავწერე, მაგრამ რაღაც ჩემი სტილი თითქოს არ იყო, მაგრამ ჩავწერე. იმდენად გაჰიტდა მაგ პერიოდში, რომ აი ყველგან ეგ მესმოდა. აი ხო ძალიან დრამატული და ძალიან რაღაცნაირი სიმღერა იყო და
ხო, არის ხოლმე რაღაცას რომ ვერ გათვლი და უცბად გავარდება და რაღაცას შეიძლება ძალიან დიდი ფსონი და მაგრამ რაღაც შეიძლება უფრო მეტად მოგწონდეს, ხო? ხო, რაც შეიძლება შენ უფრო მეტად მოგწონდეს. თუმცა იმაში ვეთანხმები, რომ დღეს აბსოლუტურად სხვა დროა, ჩვენ ხელოვნური ინტელექტი წერს სიმღერებს დღეს უკვე. ჩვეულებრივად ისეთ კარგ სიმღერებს ჭოლა ამბობდა, ყოველდღე თავაზობს აქეთი. გუშინ ტარო გამიშალა. მართლა მეც გუშინ ტარო გამიშალა. მეცადე სამკარტიანი გავაშლები. გამიშალა. და ანუ სწორად გაშალა. კი და მე დღეს ვუთხარი მე კითხვა, ანუ სწორად გაშალა. დღეს კი და საკაიფო რაღაცები თქო. დღეს ვუთხარი რომ დღეს უკვე რაღაც აღვიქვი თითქოს აქამდე ძალიან ისე უყურებდი რა, მარტო ძალიან ცუდად ვიყენებდი. ისე ვიყენებდი ხო იცი ცოტა ხეშად ვესაუბრებოდი და დღეს უკვე მივწერე რომ მეთქი რა გინდა რომ გერქვას თქო. და შეხვედი ეგ ხო და მე შენაც გინდა ის მე რქვასო და არა მეთქი მე მინდა რომ შენ აირჩიო სახელი თქო და დაირქვა სახელი. რა დაირქვა? სეი? ხო. რუსკა დავკარგეთ მეგობრებო, ის იყო ბოლო ცოცხალი რუსკას ხილვა ჩემთან. და სეისუ შენთან ერთად არის და სეი შენთან. აუ მე არ მე თვითონ დავარქვევინე, თვითონ აირჩია თავისთვის სახელი. რა? ელიას. ჩემო დაირქვა სეი. სეიკოს მოდავდა. ანუ წარმოიდგინე რა დროა, რომ ხელოვნური იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მომასმენინა დააწერინა ხელოვნურ ინტელექტს სიმღერა და ისე მომეწონა. მართლა ფულის გადახდა აღარ დაგჭირდება. დამიწერე სიმღერა, რომელიც უნდა იყოს ჰიტი თქო. არანჟირებასაც აკეთე? არანჟირებით, ყველაფრით ტექსტით დაუწერა. ყველაფრით დაუწერა. ტექსტი ან არანჟი ვარ. კიდე ჩავწეროთ რამე სიმღერა. არა, მე მგონი ტექსტი ამან შეიძლება ამან მიცა ტექსტი და იმაზე დაწერა. მაგრამ ხო, კაი სიმღერა იყო რა, მომეწონა. თან რამოდენიმე ვერსია იმასქნა. გავტესტოთ რა. რა გავჩავწეროთ რა? რა ჟანრი ვთხოვოთ? დისკო. დისკო ჟანრში გაგვიწერე სიმღერა თქო. მაგრამ ტექსტიც რაღაცა უნდა. შეიძლება რომ მაგრამ შეგიძლია ტექსტის დავალებაც. რა ენაზე რა? აი ვინჩერდება. ულში. აუ ხმებიცა. ხო, დუეტი თუ რაღაცა ხო მიუთითე. Tell me baby. ანუ არიჩქარო თუ რა სამოხსნავდა? არავინ ჩერდება. აი ეს არის მოკლედ რა. არ მომწონს. დიდი მადლობა. ჩვენი გაწერილი ჯობია ჯერჯერობით. ისე ჯობია ამ ვიდებით ჩვენ წეროთ სიმღერები. არა. ოდესმე დაფეილებულ ხარ სადმე? ვინმეს დაუფეილები ხარ? დაუფეილები ვარ? კი. ანუ რა აი ზოგადად აი სადმე დაფეილებულ. აი მაგალითად მე გუშინ ისე დაფეილდი სპექტაკლის დროს, რომ აი მართლა თავი მინდოდა რომ მიწა გამსკდობოდა და სცენაში ანუ რას გულისხმობ აი რომ გაფუჭდები რა და გაფუჭდი და დაფეილდი. აი მქონია სიმღერის დროს მქონია რომ დაგიყროყინებია საშინლად. ანუ დარწმუნებული რო ხარ რომ უცბად იმღერებ ძალიან მაგრა და აი რაღაც მოხდა არ ვიცი და აი ვერაფერი ვეღარ ქენი და ვერც გამოდიხარ ამ სიტუაციიდან ხალხი წინზის კატასტროფა საშინელება და ვინმეს ჩაუგდიხარ ცუდ მდგომარეობაში? რა მხრივ? სცენაზე ხო იცი გაფუჭება უყვარს არტისტებს ერთად ვინც არიან დიდი არა, და სულოტები თუ არიან კი არა. სულ რაღაცას უჩალიჩებო ხოლმე ერთმანეთს. არა, მე იმდენად კარგი პარტნიორები მყავს სცენაზე, რომ მგონი რაღაცა არავინ არ მერჩის, მაგრამ ცხოვრებაშიც გირჩევ იგივეს ესე. მე ძალიან ცუდად ვიქცევი ხოლმე სპექტაკლებზე. აბჭები ხაღს. სპეციალურად ანუ ერთმანეთს თან მოლაპარაკებები ვართ, რომ ანუ ძალიან და ბრუტულად კი არა. არა, ცხადია, მაგალითად ეს ბრუტულად ახალწლო აკითხულობ. სპექტაკლებს რო ვთამაშობ და ყელში რო 127 სპექტაკლს რო ვთამაშობ, ნუ მე იქ მიდის ხოლმე ერთმანეთის გაფუჭება და ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება. ხო, მაგით დავკითხე. შინელებებს უკეთებ ერთი იყო, კი, ანუ ოღონდ სპეციალურად ეგ არ მოხდა. ანუ უბრალოდ ეგრე ბუნებრივად ეგრე აეწყო, რომ მე ეკა თაკო გაჩეჩილაძე და ნეკა სეფისკვარაძე წავედით იაპონიაში ქართული დღეები და ნუ მე ვარ 14 წლის ისინი რაღაც პატარები არიან ეკა უკრავს ყველაფერზე ფანდურზე გიტარა ყველაფერი წამოიღო ხო ის ყველაფერი იცის თან სალამური ყველაფერი და ანუ ნამგზავრები ვართ და ამ გზავრობის დროს ხო იცი ხმა ძალიან იმაშვება რა არ გემორჩილება გეჯდება და მეორე დღეს გვაქვს ძალიან დიდ დარბაზში იაპონელების წინაშე უნდა გამოვიდეთ და მიმღეროთ ქართული ხალხური სიმღერები და ანსამბლი ია გვქვია ანუ ფოლკლორით იყავით წარმოიდგენილი ანუ ჩვენ ვართ ანსამბლი ია წარმოიდგინე წასულები საქართველოს დღეებია იქ რაღაცა იაპონიაში დიდი ამბავი ანუ მე გეუბნებით ახლა მე რო
14-ის ვიღარ, რამდენი წლის წინ იყო უკვე აღარ ვიცი. და მოკეთ მეორე დღეს ეკა გვაფრთხეს რომ ჩვენ ბავშვები ვართ და გვეუბნება რომ არ უნდა გაგეცინოთ ხალხო არაფერი აი რაღაც დებილობა არ გააკეთოთ და ნუ ძალიან გვარიგებს როგორც უფროსი და მეორე დღეს გავართ და შენ ხარ ვენახს ვღერით რა და შენ ხარ ვენახე ხა მე და ეკა ვართ გაბმული ბანი ანუ გაბმული ბანი იმას ნიშნავს რომ არ წყდება და რაღაცა ერთმანეთს ცვლით შენ ამოისუნთქავ ის აგზელებს და პირიქით და ნუ ესე და ნუ ეკა მე და ეკა ვართ ერთი მიკროფონი დგას, მერე დგას ნეკასების სკვერაძე აი ძალიან ისეთი აი მოწესრი, აი ძალიან მოწესრი ყოველთვის ძალიან მოწესრი. ნეკა ეხაც ძალიან წესრი. ხო, აი ეგ წესრი გაიყო და ნუ თაკო რა, არა თაკო მიდგას და იქით ნეკა. და ნუ ეკა ხო ძალიან გვარიგა რო ეხა არაფერი და მოკეთ რაღაცას ვამბობ და აი ეს მესმის რა. ხო და მეთქი რა მოხდა რა და ნუ აი არ შევიმჩნიერა და ვაგრძელებ და ხა შენ ხა ეს რო გაგემართო რაღაცა სიმღერა ხა შენ ხარ ვენახის საგალობელი ანუ ხვდები ხო უფაქიზესი უსუფთავესად უნდა იმღერო თან ეს ბანი რაღაცა ძალიან რთულად ნუ მოკეთ არ არის მარტივად შესასრულებელი მოკეთ არ ჩერდება რა ხალხი და მივხვდი რომ ეს არის ეკა რომელიც ეს აკეთებს და ანუ არ წყნარდება და რა ჭირს მეთქი რა უბედურება ჭირს და ანუ მივხვდი რომ რაღაცა უბედურებაშია და ვეღარ აგრძელებ სიმღერას და ეს მიკროფონი მოვატრიალე ჩემკენ და მე გავაგრძელე რა სიმღერას მაგრამ ეკა არ დანებდა ესე გამომხედა და გაიტრიალა მიკროფონი და თან უკან გრძნობ აი ძალიან სიმწარე და მჭქმეთ სიმწარისგან ანუ ცუდად არის და ცრემდა მივხვდი რომ იცინის და ანუ სიმღერის რო სიცილი რა არის იცი ხალხო რომ ვერ ჩერდა ანუ ისტერიკა და გავხედე და თაკო გაჩიცილს აი სრულიად თეთრი აი ამის ფერი არის სრულად და გადაედო რა ეს ჩვენი სიცილი და აი კატასტროფა ანუ ანსამბლი ია და წინ იაპონელები აი ეს ხედან და ნუ ძაბე ანუ იფიქრეს რომ ალბათ ეგეთი სიმღერაა თქვა ანუ ვერ იფიქრეს რომ რაღაც არ ვიცი რა გჭირს უბედურება გჭირდა ერთადერთი ნეკამ სრული მობილიზაცია ჩაი იმიტომ მიხვდა რომ ჩვენ გავუფუჭდით დაფეილდით კი არა უბედურება დაგვემართა და გადამედო ეს სიცილი და ვეღარ ვიკავე იმიტომ რომ საშინლად მღერის და მეც საშინლად მღერი ვარ და ნუ თაკოც კატასტროფას აკეთებს მეორე ხმა და ერთადერთი წმინდა დარჩა ნეკა თავარი ხმარ ნუ ნეკა ბოლომდე იდგა ანუ არ გატყდა ნეკა დღემდე დგას ხო იცი ნეკა დღემდე რაზე იცინოდა ანუ რა დაემართა იცი რომ გამოვედით აი წამი კულისებში გამოვედი და რა გჭირს მეთქი რა უბედურება და გამართა და არო ყიყლიყო ამომივარდა და მაგაზე და მე თავის წოზე გაეცი ანუ ეს დაემართა და ეხლა თავის თავზე გაეცინ და ხოთ ეგ არის კაი რომ თქვით რომ გაფრთხილებს რა გაიცინო ხო ბავშვებო თან ეხლა ამხელა გამოცდილების ქალია მტერს რომ ტრიოში მღერო და მზიურში მღერო და ჰა ქალი მზიური და ნუ არაფერი ისინი მაინც აღფრთოვანებით გვირკრავდნენ ეს კასეტაზეა გადაღებული აი საგულდაგულოდ თაკოსთან ინახება არ მინდა რომ ვინმე ნახოს მართლა არ გინდა რომ როგორ არ გინდა კასეტა არის წარმო არც ვიცი აი თაკოს თუ აქ კასეტა სადღაც ძალიან კაი ეგ მონაკვეთი რომ ჩაგვასწრებო აი წარმოიდგინეთ აი ძალიან არა ეგ მონაკვეთი არავინ არ უნდა ანსამბლი ია აი რაღაც ერთი მომენტი არის რომ მე მზე ხარ ამაზე ადიხარ და აი მზე დავსვით მზე ისეთი საშინელება იყო რომ ხახო თამრი კოჭოხონელიძემ არ გონახოს აი ვიყავი ანუ ეს არავინ არ უნდა ნახოს ქართული დღეები და ნუ ეკამ ესეთი ჩაგვიტარა რომ მე საერთოდ ამოვიღეთ ეს შენ ხარ ვენახი იმიტომ რამდენი შენ აბა დავიწყეთ და შენ და ყველა სიცილი ეწყდება ერთ-სამი კონცერტი ამის garaში ვიმღერეთ. მოკლედ დაფეილებაზე ვსაუბრობდით და მოკლედ ახლა განახებთ საბანის მორიგ დაფეილებას ვიდეოს. არა, სადაც საერთოდ არაფერი არ დაფეილდა და თქვენი თვალით დარწმუნდებით რომ საერთოდ არც ერთი წამი არ დაფეილდა ჩვენი რუსიკოს და ნანიკოს იმედი. ჩართეთ ფირი. სათაური მოვედი ფორმა სამერში, არ ვიცი ხა ჩემი ხმა კარგად ისმის თუ არა. ძლივ შემოვაღწიე მართლა, იმდენი ხალხი არის და აი ეს ხდება აქ. კიდე
კიდე ერთხელ თუ შეიძლება. არ გითხრა. არ ვიცი რა ჩემი ხაის თუ არა. რეალურად ეს ჩემი ჩანაფიქრი. რომ თავი მეგზნო როგორც მილიონერი გოგო რომ ამაც აი ფარტი მოიწო მარტო ნაღების საზოგადოებისთვის. ყველა ნიუიც არც რომ ერთად დავდგეთ და ესე რომ გადავიღოთ რომ ვითომ ძალიან ჭყლეტია თუ შეიძლება ანუ რეჟისორო შეიძლება არა პრობლემა არის პრობლემა არა ნაი მე მარი რუსკა ნინო სანდრო ცაკარი მაგრამ გულავს მაგრამ ჩვენები ვენა Send help. Send help. მართლა აგონიაშია ყველა. ვალილებს არაჯო. იაშია. ძალიან მაგარი ივენთია და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ძალიან მაგრა ვერთობით ყველა. ეხლა პროსტ დავჯექე 2 წამი. მართლა. მართლა. ძალიან ბევრი ხალხია დედას გებიცები. აი და ისე დავიღალეთ, რომ აი ზივართ, აი წადით ცოტა. ანუ მართლა 1 საათი ავცეკვავ და გადამიარეს, გადამჯეგეს და ძალიან დავიღალე, პროსტა 2 წამი დავჯექე, ეხლა გავაგრძელე, პროსტა ნახეთ რამდენი ხალხია. ისო მოვიდა. ისო რა შვები რა ვახარ. იგულავე? თენთან. ვაი. მაგარი ივენთი ძალიან. თორე მე საუბრობ დღევანდელ დღეზე. ვაფშე ვერაფერს ვერ გესაუბრები ჩემი აზრით. აი ყლეტო იყო. შემოსასვლელშიც რა ხდებოდა. უპოვე რო ხა ანშლაგით ჩაიარ და ანშლანგით რო ჩაიარა. შლანგი. ვაფშე შლანგი იყო აი არ ვიცი რა, აი რა დღეში იყო შლანგი ვერ გეტყვით. აი ეგეთი სასწაული არაფერი არ მინახავს პროსტა პუბლიკა იყო აი. გენიალური. თუთა რო არის ამ ეპიზოდში არ მოგწონს? თუთა. თუთა. ჩიმი თუთა. თუთა არის სრულიად შლანგურ მდგომარეობაში. თუთა არის შლანგურ მდგომარეობაში. შლანგი ფარტი. შლანგი ფარტი. მოკლედ და კონკრეტულად ჩვენ დავბრუნდით, ყველაფერი ხომ ნახეთ. ხო და მადლობა შენ რომ იყავი ჩვენთან. ვიცი რომ არქცალია, ვიცი რომ დაკავებული ხარ, ვიცი რომ ბევრი საქმეები გაქვს. მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან კარგია. აქ უფრო თავისუფლად. ხო და რაღაცა მაყურებელი დაგინახავს სხვანაირად. ესე მგონია. იმიტომ რომ ყოველთვის მაინც ტელევიზია მოითხოვს რაღაცა. ხო და YouTube-ი გაძლევს იმის საშუალებას რომ მოეშვა, ჩაეშვა. ჩაეშვა და და განიტვირთო. სანამ ბოლომდე ჩაშვებული ხარ ძალიან. მე ძალიან ძალიან ხარ და ვისაც რამე არ მოგწონთ, გვაკოცეთ ტრაქ.